ჩემი მეუღლეს შემოესმა ხმაური უბრალოდ რა. ხო და წავიდა, ის რო წავიდა, მეც გავყევი უკან. რო ჩავედი, ვნახე აი ეს რომ უბრალოდ სიტყვიერად კამათობდნენ სილაგაძე და მექვევრიშვილი. ხო და მე მათ შორის ეს შორიდან უყურებდი მიამას და სილაგაძემ რო გაისროლა ნამდვილად რანაირად გაისროლა, როგორ გაისროლა, იქ არ ყოფილვარ, მაგრამ რატომ გაისროლა? რა თქვა, რამე თქვა, რომ გაისროლა? აი სიტყვები თქვა, რომ უბრალოდ ნაბიჯი არ გადმოიდგა და დაუხალა ფეხები. შემდეგ ამ სილაგაძემ რო დაუხალა ამ მექვევრიშვილმა ეხლავე მე უწავალო იარაღს გამოვიტანო და მამამ რამე უთხრა? მამამ აი ეს სიტყვები უთხრა, ჩემი ყურით გავიგონე, შვილო წადი, იარაღი გამოიტანე, ამათ არის ციან სროლა როგორ უნდა, სროლა ჩვენ უნდა ვასწავლოთო, თან ილანძღებოდნენ. აშველებდნენ რა, უბრალოდ კამათობდნენ, რო არ უნდათ გაეშვათ ისა. ხო და ის ამ იმაში გაშველებაში და იმაში რო აწყნარებდა რო აბა ჩიკო ეგრე აბა ისა. ვინ? არკადი თუ ოთარი? არკადი კოთოფის კონდახი შემოიკრა. სად? აი ამ ადგილას. და ჩამტრეულიცაა. თან დაინახა კიდე რომ თავის ძმას ცემდნენ. აი ესე ვიდექი და უყურებდი ჩემი თვალით დავინახე რომ აი როგორც ბურთი აი ეგრე აგორაო იმისი ძმა, რწმუნებულის ძმა ეგრე აგორავებდნენ მამაცა და შვილით წიხლითაც ცემდნენ სულ სისხლიანი, ესე იგი სახი აღარ ეტყობოდა სისხლში, ისეთი იყო. მე რა ქვიან იმან რო იარაღი გამოიტანა ხანზევით გარბოდა, ხანქვეით გარბოდა, დარბოდა ეს მექვევრიშვილი რო ეს სილაგაძე. კი, სილაგაძე ენახნა და ალბათ შურიეძია. და იმის მერე ისაქნა კიდე მექვევრიშვილმა ის სილაგაძის ბიჭს თოფიც მიუშვირა. აქ იყო სილაგაძის ბიჭიც? კი, აქ იყო თოფი მიუშვირა. სილაგაძე ვინ? გიგა. ხო. ასაკი? დაახლოებით 18 წლისა, 17-18 წლისა. აი. ხო და იმას რო თოფი მიუშვირა ეხლა უბრალოდ შინაურები არიან, ბიცოლა ვარ მე იმ ბიჭისა, მე რა გულს უნდა მოეთმინა, რომ მე ეს დავინახე და ან არ გადავფარებოდი ან რაღაცა, მე იმას გადავეფარე და თან იმ ხელას უყიროდი რომ არესროლო მეთქი და იმ აჩიკო მექვევრიშვილმა მე გამარტყა კიდეც და ძის დამაგდო. მისდევდა უკანო თოფს ესროდაო, მერე ქვევიტკენ აი ეს გავიგე სხვისაგან რომ დაუჭერიათ, აი ესეთი რუვი ჩამოდის, იმაში ჩაუგდიათ და უცემნიათ ეს დაჭრილი. ჩხუბი დაიწყეს, ხალხი შველებოდნენ რა, ხო და მე უცბად წან რომ შემორცხობან მიაღენეს არა, ეს ჩემ მულიშვილიც აქ იყო. გითხრა არ გადი. სილაგაძე კი? დია. ხო და კი. ისიც აქ იყო გენაცვალი, ისიც აქ იყო და წან რომ ის გააკეთეს იმამ ბიძინამ წააქცენა ჩემ შვილსა პატარას ცხვირბირზე დაარტყა, სისხლი მოდიოდა ცხვირბირზე გენაცვალე. ხო და მე ეგრე რომ უკან წაიღო ეს ბიძინამ ხელი. უკან წაიღო ხელი იმ სილაგაძეს ეგონა რომ ან დანასამოღებს ან რაღაცასა და იარაღი ქონდა იმას. ხო და ამოიღო და დაბლა ისროლა. მე მიაღოლესა და გიდე ჩემ პატარა ბიჭსა და გააგორეს ეს აჩიკომ წავიდა თავის სახლში, თვითონ ბიძინა მექვეშვილმა უთხრა იარაღი რომ იმან ისროლა რა, წადიშვილა ამათ არიციან. ბოდიშით რა. ხო და ამათ დედავი ეგრე და წადი იარაღი მაიდანედა და ამათ არიციან სროლა. წავიდა აჩიკომ მექვეშვილმა წავიდა გენაცვალე ისა მანქანა დაქოქა, წავიდა სახლთან იარაღი მაიდანა. აქეთქით ეძებდა სილაგაძეს. სილაგაძე რომ არ იყო აქა და სილაგაძეს პალღები იყვნენ ბიჭები აქა, პატარა. ერთი 16-ისა, ერთი მეგონა 18-ისა, თუ 17-ისა. ხო და ისა მიაზნა იმ ბალხსა. სად არის მამაშენიო, სად არის მამაშენდა და მე არ გადიმუთხრა, ჩემ ბიჭმა უთხრა, აჩი რა საგეთებდო, რომ მიზნად თოფი რა. ხო და მე მიბრუნდა და არ გადის სახეზე დაარტყა გონდახი. თოფის გონდახი დაარტყა. არ გადიმ წაიქცა ძლივს ავაყენეთ და ხალხი რა მიშველეს რა რო გითხრა. ეხლა რო გითხრა თავი არ იყო გადახილი რა, მე გონდახი დაარტყა სახეზე, ეს არის გადახილი.
ხო და მე იმ პატარასაც კიდე წააქცეინეს ფეხით, წიხლით, კონდახით დაარტყეს იმასაც. იმას კიდე ცხვირი იყო გადახილი. ტალუჭებული იყო ბალღი. ხო და ესენი რამე წინააღმდეგობას უწევდნენ? არა, თქვენი შვილები ემუქრებოდნენ მექვევრის შვილებს, რომ მოჰკლავთ ქცემ, ან მათ სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ შეუქმნეს და ამიტომ ხომ არ აცემეს მათ? ანუ მოგერიების გამო ხო არ ცემეს, რომ ვიდრე ესენი დაასწრებდნენ, იმათ დაასწრეს. ის თოფი რომ მაიდან აჩგომ რომ თოფი მაიდან არაო, რომ ეძებდა იმას სილაგაძესა და წადიო და ოჯახი ამოწყევდეო. წავიდა ზევით ჩვენ სახლისკენ წავიდა. ვინ წავიდა ზემოთ? აჩქო. მე გავიგეთ რომ დაჭრილია ეს სილაგაძე. როგორ დაჭრაო, რა გაიგეთ? ის თურმე აი აქ ხალხი მეორე დღესაც გავიგეთ გენაცვალე რომ თურმე აი აქ იმის სტოლბის იქით დადგმა რა ის ბიჭი თუ რაღაცა სულ დაცხრებული იყო ეს ბალღი. ფეხებიდან დაიჭრა, მარტო აი თავი იყო დაცხრილული? დაწყვიებით ხანდა. კი, აი საფანდები იყო სულ